კახეთამდე კი პრეზიდენტი ლანჩხუთში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო პროგრამა ღიმილიანი საქართველოს მიმდინარეობით გურის ერთ-ერთ რეგიონში დაინტერესდა. პროექტი 50 წლის ასაკის ზემოთ პირთა სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. 2 სამედიცინო ავტობუსი, 4 სტომატოლოგიური სავარცხლით, რენტგენის აპარატით და სტერილიზაციის მოწყობილობით. ამ პირობებში სტომატოლოგები მოსახულებას უკვე 1 თვე ემსახურებიან. საპრეზიდენტო პროგრამა ღიმილიანი საქართველო 10 აგვისტოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პროექტი გურიიდან დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და თქვა, რომ სტომატოლოგიური მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სუფსაში 100-მდე ადგილობრივს თერაპიული და ქირურგიული მომსახურება გაუწიეს. 6 სექტემბერს მობილური კლინიკა უკვე ოზურგეთში, სოფელ ნატანებში გადაინაცვლებს და პროექტი ღიმილიანი საქართველო ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. მადლობა თქვენის თანაპრეზიდენტო წელი ყოფილიყავთ და არასოდეს კრიტიკები ეგმენახავთ საქართველოს. ამა მოდი გადავიღოთ შუა შენ. მოდი. ჰოლივუდის გიმილი, ჰოლივუდ სადა აქ ეგეთ გიმილი თქვენ რო გავთ, გასლამალად. არ გაიგო, თორე ჩამოწვიდები და წაგიყვანე ყველას. სადა გვაქვს ჩვენ ჰოლივუდში გასაგზავნილი ქალბატონები სადღა. თქვენ როგორ არის საქმე? ეს ძალიან ლამაზ ქალბატონები ყავს, აქ განსაკუთრებით გურიაში ძალიან ლამაზ ქალბატონები ყავს, მაგრამ როცა ადამიანს ეს პრობლემა უჩნდება, მე აღარც ღიმილი აღარ უხარია, რაც თავად სამსახურში მისვლა აღარ უხარია, საქმის კეთება არ უხარია, გარეთ გამოსვლა აღარ უხარია, ბევრი ფაქტორი იქნება. და მე ის არის თელი ორგანიზმი ავადდება, ამიტომ ეს არ არის μόνο თბილები და ჩვენი ახირება. და ყველაზე ძვირი არის ეს, და ყველაზე მიუწვდომელი არის ეს, რომ სამედიცინო დაზგვა ფარავს. სხვა დავადებებს, მაგრამ ეს არის სოციალურად ჯამძიმი, რომ ეს არ იყო ჩემი აკვეთები და ეს პროგრამა რომ დამთავრდეს დაჭირდება ეს 2 წელი მაინც. ჩვენ უნდა დავამატოთ ავტობუსები და ესე სოფელ წავყვათ. მოკლედ უნდა მივიდეთ ისე რომ ყველა დავიწყოთ რა თქმა უნდა სოფლებიდან, მაგრამ ქალაქებში, დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, გარეუბნებში, მაგრამ იქ სადაც არის ადგილზე პოლიკლინიკები ბევრი. იქ უნდა მივუყავოთ პოლიკლინიკები, სადაც არ არის განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ხალხს უბრალოდ ფული არ აქვს, რომ εκεί თბილისში მიდანებო, ეგ არის პრობლემა. რა სოფლებში რატო გვინდა ეს ავტობუსი, იმიტომ რომ არ არის კარგი სტომატოლოგიური ცენტრები ბევრგან, იმის გამო რომ ხალხს ფული არ აქვს, რომ არა, აპარატურაში ხალხს ფული არ აქვს და რა ფული არ აქვს, ამიტომ ხელმისაწვდომი თითოეულ ადამიანთან რომ მივიდეთ, როცა თითოეულ ადამიანს რომ ნახოს ახლა ამის შედეგი. ამიტომ ეს არის და რომ ჩვენი ამოცანაა ახლა ჯერ სხვა თუ არაფერი ეს განავითარებს ისე სტომატოლოგიას ადგილზე, რომ მე ხალხის უფრო ადვილი იქნება ამ ყველაფრის სარგებლობა, ხო? ამიტომ არის რომ პირველი სახელმწიფო ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყველა ოჯახს მიუწვდებოდეს ხელი თბილისის ექიმს. მაგარი სპეციალისტები. მაგარი სპეციალისტები, ერთი მეორეს უკეთესი გორა. მაგრები არიან, ხო ხედავ? მართლა, დიდი მადლობა ასეთ ენთუზიასტები არის, რაც თავარის, კალს საქმეს აკეთებს. მაგარ საქმეს. მაგარი პროექტისა. ამას ენთუზიაზმი და სიყვარულს გაშავთ. აი ხალხის ყოველ ზაგზალია. ჩვენი იმედით მიხდები ყოველთვის. გაიხარე. მე ვიყავს ლანჩხუთელიაც. იმედიერად სულ. მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მადლობა. პოლიციის გამიკეთე ოპერაცია. ახლა წმილები ძალიან დიდი მადლობელი ვარ. აი ეს სულ ოპერაცია. სად გაიკეთე? გაკაია. როდ გაიკეთე? დიდი მადლობა. ეხა ხო დაგეკეთე. ყველაფერი გავიარე. ყველაფერი. ნორმალურად წევიდა ყველაფერი. ეს უკვე ბედნიერი ქალაქი მითავს, რომ საჩინების არ მეშინია და საჭმელის არ. საძრობით მქონდა კბილი, დასაბლომიც მქონდა, მე საერთო პროტეზიც მქონდა გასაკეთებელი. აი ყველაფერი მოვასწარი მე ამ პროგრამაში. ძალიან დიდი მადლობა. 4-5 კბილი დავიპლომბე, 2 ამოვიღე და 2 აგერ ზევით გამიკეთეს. და უკან ნახევარციქის გამიკეთენ და არ ვიცი ალბათ ვერ შევსებოდი ნამდვილად.